როგორ გავიგოთ ზედაყბა არის თუ არა შევიწროებული? უნდა გადავიღოთ ფოტო საკმაოდ ფართედ გაცინებით და დავინახავთ, რომ ზედაყბის კბილები უფრო ვიწრო არის, ვიდრე ქვედაყბის კბილები და ამით მარტივად გვგებულობთ, რომ ზედაყბა არის შევიწროებული. ხოლო რენტგენოლოგიურად როგორ ვიღებთ? ჩვენ ვზომავთ ქვედაყბის კბილების სიგანეს მე-6 კბილების მიდამოში და ამ ძვალს ვადარებთ ზედაყბის კბილების სიგანეს. თუ ქვედაყბის კბილები უფრო ფართია ვიდრე ზედაყბის კბილები, ესე იგი ზედაყბა ძალიან შევიწროებულია. ზედაყბა უნდა იყოს 5 მმ-ით მეტი ქვედაყბის ძვალთან შედარებით. ახლა რა მეთოდით შეიძლება გავაფართოოთ ზედაყბა? ზედაყბის გაფართოებისას უნდა ვიხმაროთ ექსპანდერი. ექსპანდერი არის ორი სახის, ორთოდონტიული ექსპანდერი, რომელიც ემაგრება სარძევე კბილებზე. თავიდან გვაძლევს გადაფართოების ეფექტს პაციენტების მშობლებს ძალიან ეშინიათ, რომ ყბა ზედმეტად გაფართოვდა, ბავშვის სიცილი არაბუნებრივია, მაგრამ ეს მოსალოდნელი არის, როცა ჩვენ სარძევე კბილებს გადავაფართოებთ და ამ აპარატს მოხსნით, შემდეგ გამოდის მუდმივი კბილები, პრემოლარები, რომელიც იდეალურად გაფართოებულ ყბაზე დგებიან ვერტიკალურად. უკვე ახალ ამოსულ კბილებს აღარ აქვთ ეს გადაფართოების ეფექტი. ხოლო თუ სარძევე კბილები უკვე აღარ აქვს პაციენტს, მაშინ სასურველია გაფართოება გავაკეთოთ მინი იმპლანტებზე დაყრდნობილი ექსპანდერით და ამას ეწოდება ქირურგიული გაფართოება, როდესაც ქირურგი ახრახნის პატარა მინი ხრახნებს ყბის ძვალში და ამ შემთხვევაში არ ხდება მუდმივი კბილების გადაფართოება. მუდმივი კბილების გადაფართოებას ძალიან იშვიათად ვაკეთებთ, თუ რაღაც სხვა გამოვალი მდგომარეობაა და სხვა გზა არ გვაქვს იმ შემთხვევაში. თუ ჩვენ შეგვიძლია სწორი გზით მიუდგეთ პაციენტს, თუ არაფერი ხელს არ გიშლის, მაშინ სწორი მკურნალობის გზა არის, როცა გამაფართოებელი ძალა მინი ხრახნების დახმარებით გადადის პირდაპირ ძვალზე. ამ შემთხვევაში ზედაყბის ძვალი იზრდება. თავის დროზე ენა უნდა ეხებოდეს ზედაყბას და ზრდიდეს მას, როცა პირით სუნთქვა აქვს პაციენტს, ენა ეშვება ქვევით და პირის ირგვლივი კუნთი მუდმივად მოდუნებულია, პირი ღია რამდენიმე მილიმეტრით და პაციენტი სუნთქავს პირის დახმარებით. შერეული სუნთქვა შეიძლება ქონდეს ცხვირით და პირით სუნთქავდეს ერთდროულად და ამ შემთხვევაში ენა მაინც არასწორად მდებარეობს, ის დაშვებულია ქვევით და ეს გამაფართოებელი ექსპანდერი ფიზიოლოგიურ პროცესებს იმეორებს, ანუ ზედაყბა უნდა გაზრდილიყო ენის დახმარებით და იზრდება ექსპანდერის დახმარებით. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ასაკი. თუ რა ასაკში რა აპარატი იხმარება. თუ პაციენტი არის პატარა, ორთოდონტიულ ექსპანდერს აქვს ძალიან კარგი ეფექტი, იმიტომ რომ ბავშვის ყბის ძვალი ჯერ კიდევ არ არის გაძვალებული და როდესაც ამ ძალას ვავითარებთ და ვაწვევით, ზედაყბის ძვალი ცილდება ერთმანეთს, ის არ არის გაძვალებული, ცილდება ერთმანეთს და მომენტალურად იწყებს ახალი ძვალის წარმოქმნა. ხოლო თუ პაციენტი უკვე გაზრდილია, გადალახა პუბერტული ზრდის პერიოდი, ეს ასაკი არის 8 წლიდან 14 წლამდე, ყველა პაციენტს სხვადასხვანაირად აქვს ეს პუბერტული ზრდის პერიოდი. ჩვენ ამას გებულობთ პაციენტის ხერხემლის მალების ზრდის მიხედვით. ამ შემთხვევაში თუ უკვე პაციენტმა გადალახა პუბერტული ზრდის პერიოდი, უფრო კარგი ეფექტი აქვს მინი იმპლანტებზე დაყრდნობილ გაფართოებას. ჩვენ გაფართოება გვინდა არა იმისთვის, რომ კბილები გადავხაროთ გვერდებში, არამედ გვინდა იმისთვის, რომ ზედაყბის ძვალი გაიზარდოს სამი მიმართულებით: სიგანეში, სიმაღლეში და საგიტალური მიმართულებით. მოკლედ, ზრდა უნდა მოხდეს სამი მიმართულებით. ამ დროს თუ პაციენტს აქვს შეზნექილი პროფილი, გამოხატული ცხვირტოშის ნაოჭი, ეს ყველაფერი ქრება
და იმის გამო რომ პროფილი შეზნექილია ცხვირიდან იკაპი უფრო მკვეთრად გამოხატული მოჩანს, აი ეს ეფექტი გაქრება და თითქოს ქვედა ყბა დაპატარავდა, იმიტომ რომ ზედა ყბა გაიზარდა და ცხვირიც დაპატარავდება, იმიტომ რომ ზედა ყბა გაიზარდა და წამოვიდა წინ. თუ გაინტერესებს, როგორ გამოიყურება შენი სახე, რა სამკურნალო საშუალებების გამოყენება არის უკეთესი, უნდა ჩაეწეროთ კონსულტაციას და ერთად განვიხილოთ მკურნალობის გზები. ამისთვის აუცილებლად არის საჭირო პირშიგნითა და პირგარეთა ფოტოები, ცეფალოგრამა და 3D რენტგენი.